სურამისა და ხაშურის შემდეგ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი ბორჯომს ესტუმრა. გიორგი მარგველაშვილმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე მინისტრობის პერიოდზე ისაუბრა. მიმართვის შემდეგ კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები პირადად მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მე ვიმყოფები ქალაქში, რომელსაც ტურისტული და სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენი გუნდი მუდმივად იმუშავებს, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ჩანს ის დიდი ემოციური მზაობა ახალი ქვეყნის შენებისკენ, რომელიც აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. ერთდროულად იუმორით, ამავე დროს იმედით და ტკივილითაც იმ პრობლემებზე, რაც არსებობს. ჩვენ საუბრობთ ამის შესახებ და ვარწმუნებთ ხალხს და ამის დარწმუნება არ გვიჭირს, რომ პრობლემების გადაწყვეტა ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ამ პრობლემების გადაწყვეტაში ქართული სახელმწიფო ბოლომდე იდგება მათ გვერდით. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილთან ერთად ბორჯომში მისი გუნდის წევრები კახა კალაძე და ნოდარ ხადურიც იმყოფებოდნენ. ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრებმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას თავადაც მიმართეს და ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს. მედიასთან კომენტარი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ კოალიციას უალტერნატივო კანდიდატი ჰყავს. წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები ვართ, მაქსიმალურად ხედავთ თუ გამხელა სულისკვეთება იგრძნობა ხალხში, რომ ის გამარჯვება, რომელიც 1 ოქტომბერს დაიწყო, ბოლომდე მივიყვანოთ, დარწმუნებული ვარ. უალტერნატივო არის ბატონი გიორგის კანდიდატურა. კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს ბორჯომელი მხარდამჭერებით დადებით პიროვნებად ახასიათებდა და მისი არჩევნებში გამარჯვების იმედით. თუმცა მათი ნაწილი ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემაა, რომელთა მოგვარება ახალმა ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შესძლო. მათ შორისაა უმუშევრობა და კურორტზე გამაჯანსაღებელი სანატორიუმების აღდგენა და ადგილობრივების ტურიზმის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის დასაქმების მხრივ ქალაქს მნიშვნელოვნად წაადგება. ეხლა ფაქტურად ორ ხელისუფლებიანობა ნახოთ ეხლა როგორ იქნება 27-ის მერე. ბორჯომში როგორც ყველგან პრობლემები არის, უმუშევრობა არის, გენაცვალე რაღაცა არის, ბევრი რამეა გასაკეთებელი, საერთოდ ხალხის სოციალურ სფეროში და ყველგან. ჩამოსვლა ძალიან შორტად გვეყავს. პრობლემები რა თქმა უნდა ბევრია. სანატორიუმები აღარ არის, ყველაზე დიდი პრობლემა ესაა, რაც სანატორიუმები იყო, სულ ყველა დახურეს და სულ ყველა გაიყიდა და რა ვიცი რა. და თავარი ესაა, რომ სანატორიუმები გაიხსნეს. თუ სანატორიუმები გაიხსნება, მუშახელი იქნება დასაქმებული. მე მგონი თავარი ეს არის ბორჯომისთვის. ბორჯომის ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა და მისი გუნდის წევრებმა ქალაქის მინერალური წყლების პარკიც მოინახულეს. გიორგი მარგველაშვილს კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა ეკავა. საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება.